2007 წლის 29 ივნისი მოკლედ ანუ გამოდის რომ ეს ამბავი ხდება 18 წლის წინ, გაყიდვაში გამოდის ნივთი, რომელიც სრულად შეცვლის ადამიანებს. სრულად შეცვლის მათ ქცევას, ჩვევებს და დამოკიდებულებებს. შესაბამისად შეცვლის სამყაროსაც, რომელიც აღარასდროს იქნება ისეთი, როგორც ის იყო 2007 წლის 29 ივნისამდე. ამ დღეს გაყიდვაში გამოდის პირველი iPhone-ი, რომელიც მისმა შემქმნელმა და შემოქმედმა სტივ ჯობსმა იმავე წლის 9 იანვარს დაანონსა. პირველი iPhone-ების ფასი 4 გიგაბაიტიანზე მიმეხსიერებაზე მოდელზე იყო $499, ხოლო ორჯერ მეტზე, ანუ 8 გიგაბაიტიანზე $599. ამ დროისთვის ან დასრულებული აქვს, ან რაღაცა ნელი სიკვდილით წარსულს ბარდება ბაზრის ისეთი აღიარებული მოთამაშე, მაგალითად როგორც იყო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოდელი BlackBerry. მას კავშირგამოვლობაში სხვა ნაკლებად ცნობილი კომპანიები და მოდელებიც მიყვება. ცნობილი ფაქტია, რომ iPhone-ის გამოშვების ფონზე ბოლომდე გადაწყობა ვერც ფინეთის კავშირგამოვლობის ფლაგმანმა, მსოფლიოში აღიარებულმა Nokia-მ მოახერხა, რომელიც დღემდე smartphone-ების მიმართულებით რჩება აუთსაიდერებში და მგონი ბოლო პერიოდში შეეშვა კიდეც გამძაფრებულ კონკურენციაში შესვლას და განვითარების სრულიად განსხვავებული მოდელი აერჩია. Simon Sinek-ს აქვს, რომელიც სხვა შორის ძალიან ხშირად ციტირებს და ცდილობს მრავალმხრივ გადმოგვცეს iPhone-ის ისტორია მის შემოქმედთან ერთად. ასეთი თეზა, რომ კომპანიები იმ დროისთვის უკვე აკეთებდნენ smartphone-ებს, მაგრამ Steve Jobs ღამით კოშმარები არ ასვენებდაო, რომ ეპასუხა კითხვისთვის. თუ რაში სჭირდებოდა ხალხს iPhone? iPhone-ი მაშინ, როდესაც უკვე ძალიან ბევრი სხვა მოდელი არსებობდა გარშემო. და მაშინ რატომ iPhone-ი? იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ ტელეფონის ახლიდან გამოგონებას. და დიახ, კითხვაზე რატომ პასუხის გაცემას შემდგომ მოყვა Steve Jobs-ის მიერ iPhone-ის პირველი წარდგენა 2007 წელს. ყველაფერი, რასაც ეს ტელეფონი გააკეთებდა, იყო გამოგონება. გამოგონება და გამოგონება. იცით, აი ამ რთულ დროსაც კი და საკმაოდ დამძიმებულ საზოგადოებაში, რომელიც ჯიუტობს, ხშირად ვარს ამბობს განვითარებაზე სხვადასხვა გადააზრებული თუ გაუაზრებელი მიზეზებით, მე ყველას გისურვებთ, საკუთარ თავსაც პირველ რიგში, ვიპოვოთ და მივაგნოთ ისეთს, რომელიც შეცვლის ჩვენს გარშემო გარემოს, გახდის მას უკეთეს, უფრო მეგობროს, მოსიყვარულეს, თუნდაც ამისთვის ახალი ველოსიპედის გამოგონება დაგვჭირდეს. Steve Jobs-მა დაამტკიცა, რომ ეს მუშაობს და მან შეძლო ტელეფონის ხელახლა გამოგონება. ამიტომაც შეძლებთ თქვენ. ამიტომაც შეძლებთ თქვენს და მთავარია არ შეელიოთ არასდროს თავისუფლებას და გააგრძელოთ ფრენა.